განსხვავებული გემოვნება და სიტუაციები თბილისში ადგილები, სადაც ზაფხულის გართობა ყოველ ღამე დგება. სად და როგორ ერთობიან ქართული შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები ცხელი დღეების შემდეგ და რა მოთხოვნები აქვთ მათ იმისათვის, რომ კარგად დაისვენონ. ქრონიკის გადამღებმა ჯგუფმა პატარა ექსპერიმენტიც ჩაატარა. I started to walk through the sand. I კლუბები, ღია კაფეები, ლაუნჯ-ბარები, ეს ის ადგილებია, სადაც თბილისელები ცხელი ზაფხულის საღამოებს ატარებენ. როგორ ერთობა თბილისური ბომონდი, ამის გასაგებად ქრონიკის გადამღებმა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა. კრისტი ყიფშიძე შარდერის ერთ-ერთ კაფეში შვილთან და მეგობრებთან ერთად აღმოვაჩინეთ. გართობისათვის მათი მთავარი მოთხოვნა კარგი სიტუაცია და წყნარი გარემოა. ძალიან ცხელა, ნამდვილად ცხელა და დღეს გადავწყვიტეთ აი ესე შარდენზე დავსხდეთ მეგობრებთან ერთად. ეხლა რაღაც ვახშამი მოვაწყეთ ჩინური. მე უფრო მიყვარს ქალაქ გარეთ-სიარული. ძალიან მიყვარს ლოპოტა და უბრალოდ გზაში არ მიყვარს ყოფნა. თბილისში ცხელა ჯერჯერობით და ვცდილობთ სადაც გრილი გარემოა იქ მოვხდეთ. კრისტი ახალხანს ჩამოვიდა და ესე მოვიყარეთ ერთად შარდენზე თავი როგორც ყოველთვის და ვცდილობთ სასიამოვნოდ გავატაროთ დრო. რითმული მუსიკა და მეგობრების დიდი წრე. თბილისური დასვენებისთვის გოგონები ლაუნჯ-ბარებს ირჩევენ. საღამოს ვცდილობ, რომ ისეთ ადგილას წავიდე, სადაც სიგრილია და სადაც სიცხე გამომავალ. ამ ბოლო დროს ხშირად მიწევს სიარული, იმიტომ რომ ქუჩის ბიჭები, გორმასთან ერთად ბევრი კონცერტები ტარდება და დავიდივარ კონცერტებზე. ისე ზოგადად არ მიყვარს კლუბები. დღის განმავლობაში ვატარებ წყნეთში ჩემს შვილთან ერთად, ვასეირნებ ტყეში და საღამოს ვცდილობ, რომ მეგობრებთან ერთად გავატარო, ნინისთან ერთად და ჩვენ საერთოდ მეგობრებთან ერთად ან კლუბში დავდივართ, ან ვიკრებებით ერთად. როგორც გავარკვიეთ, კლუბების მოყვარულები ქართულ შოუ-ბიზნესში მრავლად არიან. აქ ყველა თაობის წარმომადგენელი გაერთიანდა და ერთი ცხელი საღამო ქალაქურის კლუბში გაატარა. ჩემ მეგობრებთან ერთად ძალიან ხშირად მოვდივარ და მათთან ერთად გეიპო, ზეკვამ ღერივარ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის თბილისური საღამოები, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვულებთ და სიყვარულს. გამოვედი აქ, არაფერს კიდეს ვაკეთებ შევიყავი. ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა რასთან და მივხვდი ძალიან მომენადა. მე რა ზაფხულია, თბილისში ვარ და აი ესე აღებენ გასწავლას and slide that intellectual sexual ride. თბილისურ სიცხეს გაერიდნენ და დედაქალაქთან ახლოს ბეთანიაში ერთობიან. იმისთვის რომ კარგად დაიცვენონ, ჯაბაკილაძეს და მის მეგობრებს მხოლოდ ცეკვისთვის შესაფერისი მუსიკა ჭირდებათ. ერთობით ქალაქშიც და ქალაქს გარეთ ხანდახან კარგია ესე გასვლითი ისენი, როცა ცხელა და ჯობია რომ ჰაერზე გამოხვიდე. თუმცა ეს ბოლო პერიოდი ძირითადად თბილისში ვერთობ. კლუბებში ძირითადად იმიტომ რომ ვისვენებ სპორტიდან გამომდინარე და სადაც კაი მუსიკა არის და ხალხმა სიტუაციებში ძირითადად. ასე რომ თუ თქვენ კიდევ თბილისში ხართ და გონიათ რომ გართობისა და დასვენებისთვის მხოლოდ კურორტზე წასვლა გჭირდებათ, გაითვალისწინეთ რომ გასართობი ადგილები დედაქალაქშიც მრავლადაა. თბილისში ნამდვილად იპოვნით ისეთ ადგილებს, რომლებიც თქვენს გემოვნებასა და მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს.